დროა დანიური ფარმაკოლოგიური გიგანტის Novo Nordiskis შედეგებზე და მის ბოლოდროინდელ სიახლეებზე ვისაუბროთ. Novos რომ თლად კარგად არ აქვს ფინანსურად საქმე, ეს უკვე სიახლე აღარ არის, რადგანაც პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც ხოდშორის დაახლოებით 1 წლის წინ დაფიქსირდა, კომპანიას აქვს საფონდო ბირჟაზე 65%-იანი ვარდნა. ასეთი მკვეთრი დაღმასვლა Novo Nordisk's თავისი არსებობის ისტორიაში არ ჰქონია და ეს არაერთი მიზეზით არის განპირობებული. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მისი ახალი პრეპარატების კვლევის ეტაპზე გამოჩნდა, რომ რეალურად პრეპარატების ეფექტიანობა, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს წონაში კლების პრეპარატებზე არ იყო იმდენად მაღალი, როგორც ეს იყო კონკურენტი კომპანიების შემთხვევაში, მათ შორის მთავარი კონკურენტი აქ არის Eli Lilly, ამერიკული კომპანია, რომელმაც როგორც ჩანს, ახალი თაობის პრეპარატებში ისეთ ფორმულას, ასე ვთქვათ, მიაღწია, რომელიც Novos ფორმულას უბრალოდ სჯობნის და ამიტომაც ინვესტორებს ურჩევნიათ, რომ ფული იქ დააბანდონ, სადაც არის უკეთესი მომავალი, ზოგადად ბირჟა და ინვესტირება ამ პრინციპით მოქმედებს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ იმედგამაცრუებელი შედეგების, ცუდი მოლოდინების და არც თუ ისე ბრწყინვალე მომავლის ფონზე კომპანიას უწევს ხარჯების ოპტიმიზება, მარტივად რომ ვთქვათ, ბიუჯეტის შემცირება, კამრების შემოჭერა და მათ შორის თანამშრომლების გათავისუფლება. აქ საუბარი არის გლობალური სამუშაო ძალის 11%-იან შეკვეცაზე, რაც მარტივად რომ ვთქვათ, გულისხმობს დაახლოებით 9,000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს თანამშრომლები არიან საკმაოდ მაღალ კვალიფიციური და მაღალ ანაზღაურებადი თანამშრომლები, რადგანაც საუბარი გვაქვს ფარმაკოლოგიაზე, ლამის პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ტექნოლოგიურად და ინოვაციურად მოწინავე სფეროზე, სადაც როგორც წესი საქმდებიან მხოლოდ და მხოლოდ პლანეტის ყველაზე ჭკვიანი, გამოცდილი და მაღალ კვალიფიციური ადამიანები, ამიტომაც ეს 9,000 ადამიანი არ არის იგივე, რაც იქნებოდა მაგალითად Walmart-ის მიერ 9,000 თანამშრომლის გაშვება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგანაც სავარაუდოდ მხოლოდ და მხოლოდ ეს ცვლილება დანიის ეკონომიკაში გამოიწვევს ძალიან დიდ რყევებს, ვინაიდან Novo Nordisk დანიაში არის ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი, მათ შორის მაღალ კვალიფიციური მუშახელისა და ერთ პერიოდის განმავლობაში Novo Nordisk-მა დანია გადაარჩინა რეცესიას. იმდენად დიდი შემტანი არის ის დანიის ბიუჯეტში და როდესაც მთავარ ფლაგმანურ კომპანიას ასე ცუდად აქვს საქმე, ეს იგივე იქნებოდა, რომ მაგალითად Saudi Aramco-ს ცუდი გაყიდვები ჰქონოდა, ეს რა თქმა უნდა საუდის არაბეთის ეკონომიკას დაარტყამდა, რომ TSMC-ს არ ჰქონოდა კარგი შედეგები, ეს ტაივანის ეკონომიკას მოსპობდა. აი, დაახლოებით ანალოგიური რამ გვაქვს Novo Nordisk-სა და დანიას შორის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. მოკლედ, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ კომპანიის 10 უკვე გამოსულ პრეპარატებზე მოთხოვნა, რა თქმა უნდა, მაღალია, აქ საუბარი გვაქვს ათასობით პრეპარატზე, Novo Nordisk 100 წლეულებს ითვლის ისეთი კომპანია, მაგრამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მისი ნახტომისებური ზრდა იყო გამერობებული ორი პროდუქტით. ეს იყო Ozempic და Wegovy, ანუ იდეაში დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, რომელთაც შემდეგ უკვე აღმოაჩნდათ გვერდითი ეფექტიც, რომელიც უფრო საინტერესო იყო კომერციულად, ეს იყო რა თქმა უნდა წონაში კლება, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და კომერციულად მოგებიანი მიმართულება ზოგადად ბოლო პერიოდში ფარმაკოლოგიური კომპანიებისათვის. 2023-2022 და 2024 წლების ფინანსური წარმატების ფონზე Novo Nordisk-მა მიაღწია მწვერვალსაც კი ეს იყო $642 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაცია. კარგახანი ის გლობალურ ფარმაკოლოგიურ კომპანიებს შორის იყო პირველ ადგილზე ამ შეფასებით და მათ შორის ევროპაში ყველაზე მსხვილი კომპანია იყო სწორედ Novo Nordisk, თუმცა მას შემდეგ მოგეხსენებათ ფარმაკოლოგია არ ჩერდება, დაიწყეს კომპანიებმა ახალი წამლების შექმნა და აი უკვე გამოჩნდა, რომ Novo Nordisk-ის მომდევნო თაობის პრეპარატები არ იყო ისეთი კარგი, როგორცაც ინვესტორები მოელოდნენ. ამან გამოიწვია კომპანიის აქციების ეტაპობრივი ჩამოქვეითება და დღეს უკვე ვართ ისეთ ვითარებაში, რომ კომპანიას უწევს სამუშაო ძალის შემცირება, რაც კარგის მომასწავლებელი არც ერთ ვარიანტში არ არის. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დღევანდელი მდგომარეობით პლანეტის ყველაზე მსხვილი ფარმაკოლოგიური კომპანია არის Eli Lilly, ამერიკული წარმოშობის კომპანია, რომელიც არის შეფასებული $673 მილიარდ და ძალიან ჰგავს იმ კაპიტალიზაციას, რომელზედაც იყო Novo Nordisk გასულ წელს, ანუ ინვესტორები ფლაგმანურ ფარმაკოლოგიურ კომპანიას დაახლოებით აი ასეთ ფასად აფასებენ და ეს თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ კომპანია არასოდეს არ უნდა გაჩერდეს და ყოველთვის უნდა იფიქროს მის მომავალზე, რადგანაც დღევანდელი შეფასება ყოველთვის აღწერს სამომავლო შეფასებას.